ძალიან ისეთ ეროვნულ და საინტერესო ამბავზე უნდა ვისაუბროთ, იმიტომ რომ საქართველოს უნივერსიტეტის და სუხიშვილების ერთობლივი მემორანდუმი გაფორმდა და ამ თემასთან დაკავშირებით ჩვენ გვისაუბრია სხვათა შორის ზოგადად ამ მიმართულებით და ამ პროექტზე და ამ ამბავზე ჩვენს ეთერში, მაგრამ ეს რაღაცა სიახლეა და ამიტომ რა თქმა უნდა გიორგი უშიკიშვილი ყველაზე ეროვნული კაცი. არა, ეგ ძალიან ისეთი მაღალი განცხადებაა ახლა ვისა რა ქვია. ასე რომ აქ მე ბევრი მტერი გამიჩნდება, ასე რომ ძალიან უმართო. აი, მე მტერი თუ არ ყავს ღოიცია. ამ სიტყვების გამო შენ ვინც მტერი გაგიჩნდება, ჯერ ერთი ეგენ ისედაც გემტერებიან. ზუსტად იმიტომ იმ მიზეზით, რაც მე ვახსენე, რომ მართლა ძალიან ეროვნული კაცი ხარ და ამიტომაც მოხდა ის, რაზე შენი წინასწარმობის დროს ჩვენ ვილაპარაკეთ, ხო? კი. რომ აგიკრძალეს, რა აგიკრძალეს? არა, ეს მაშინ იყო, როდესაც ხო აკრედიტაცია ვერ გავიარეთ ჩვენმა პროგრამამ საქართველოს უნივერსიტეტში, მაგრამ ნუ ეგ ამბავი გამოსწორდა, ნუ სხვა შორის. აკრედიტაცია ვერ გავიარეთ, ხა ისე ჟღერს რომ რაღაცა დაგაკლდათ და ისა და იქ ფორმალობები ვერ გაიარეთ. სინამდვილეში ხო აგიკრძალეს, ითქვა სახელით. მაგრამ მინდა გითხრა, საბოლოო ჯამში მაინც აი საზოგადოების რეაქცია და ძალიან მნიშვნელოვანია ხოლმე ყოველ საზოგადოების რეაქცია რა, მაგრამ საკულტურებში ხო. საზოგადოების რეაქცია გააკეთა ის რომ აი შემდეგჯერ რომ შევიტანე წარვადგინეთ ისე ხო უკვე მივიღეთ ეს აკრედიტაცია და წელს უკვე პირველ სტუდენტებს ვიღებთ საქართველოს უნივერსიტეტში ტრადიციული მუსიკის მიმართულებით ხო და ძალიან საინტერესოა რომ იცი რა აი ორი მიმართულება გვაქვს ჩვენ და ძალიან კარგი ამბავი რა არის იცი მე მაინც ფიქრობ ახლა ის დრო არის რომ აი ეროვნული მნიშვნელობის ორგანიზაციები გაერთიანდნენ რაღაც ერთობლივი რაღაცები გააკეთეთ უფრო მეტი შედეგი დავდოთ იმიტომ რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია რომ ის რასაც ვაკეთებთ, რასაც ვფიქრობთ, რომ გვინდა გავაკეთოთ, ამას ვასხივებდეთ კიდევაც. ანუ მეტი რაღაც ინიციატივები იყოს, მეტი რაღაც ასეთი მემორანდუმები იყოს, მაგრამ ეს მემორანდუმი მხოლოდ ხაღადზე კი არ უნდა დარჩეს, არამედ რეალურად შედეგები უნდა მოიტანოს ამ ყველაფერმა რა და ეხლა აი ორი ხო და ეხლა ვახსენა ეს სუხიშვილები და საქართველოს უნივერსიტეტი, ხო? ორი ეროვნული მნიშვნელობის ორგანიზაცია, ხო? იმიტომ რომ სუხიშვილებმა თავისი ეხლა თუ დღეს ცეკვას ამბობ და სიტყვასაც გესმის, ეს სუხიშვილებთან ასოცირდება. და რეალურად ეხლა ვიღაცას მოსწონს ვიღაცას არ მოსწონს, გასაგებია ეს კრიტიკა, ნორმალურია, მაგრამ თავარია და ერთი რამ უნდა ითქვას, რომ ამასაბნა შეძლო ის, რომ აი ეს მოახერხო, რომ ცეკვასთან ისიც ასოცირდებიან და ამას ძალიან დიდი შრომა ჭირდება და მეორე ის, რომ ფაქტობრივად მთელ სოფლიოში მოახდინა ქართული ცეკვის პოპულარიზაცია, ხო? და არა მხოლოდ ცეკვით კიდე ძალიან ბევრი ტრადიცია. ხო, რა თქმა უნდა და ბუნებრივია ხა ქართულ ცეკვას მთელ სოფლიოში თუ იცნობენ, ეს უხიშვილების უდიდესი დამსახურებაა. მათ შორის ხა აგერ ბოლო კონცერტი იყო კარნეგი ჰოლში, საოცარი ესე ვთქვათ ამბავი იყო და ფაქტობრივად შეიძლება ითქვას მთელი წლის განმავლობაში უცხოეთშიანა და დიდ ეროვნულ საქმეს აკეთებენ. ახლა რაც შეეხება საქართველოს უნივერსიტეტს, რომელიც არა მარტო იმით არის ეროვნული მნიშვნელობის ორგანიზაცია, რომ ვთქვათ მაგალითად ჩვენი ორი პროგრამა აქვს ქართული სიმღერის საცეკვრის, ხო, ცალ-ცალკე საბაკალავრო პროგრამა, არამედ ქართველოგიის ინსტიტუტის ძალიან მნიშვნელოვანი უნიკალური გამოცემები ეროვნული მნიშვნელობის და არქეოლოგია, რომელიც ასევე საქართველოს უნივერსიტეტშია და ძალიან მნიშვნელოვანი ეროვნული მნიშვნელობის აღმოჩენები აქვს ამ ორგანიზაციას. შეიძლება ითქვას, რომ და მე რა მიხარია იცი სიმართლე რომ გითხრათ, რომ ასეთი ეროვნული მნიშვნელობის საკითხები ინსტიტუციამ აიღო თავის თავზე, როგორც უნივერსიტეტმა. და ეს არ არის მხოლოდ სახელმწიფოს გასაკეთებელი ამბავი. როგორც მაგალითად დასავლეთშია, ხო? ახლა ჩვენ მაგალითად ძალიან მალე წარვადგენთ აი სუპერ აი ძალიან მაგას ქართული ტრადიციული მუსიკის ელექტრონულ ბიბლიოთეკას. რომელიც არის აი უდიდესი მოვლენა იქნება და ძალიან მაგარი რამე ჩვენ შემოდგომაზე უკვე ეს გვექნება. რაღაც ისეთი რაღაცას ისე ჟღერს რომ თითქოს უნდა ყოფილიყო ისე. აი უნდა ყოფილიყო, კი. უნდა ყოფილიყო. არ იყო მანამდე. ხო, უნდა ყოფილიყო ნამდვილად, მაგრამ აი ხა დღეს მაგალითად რო შეხვიდე შე რამე სიმღერა თუ გინდა ქართული სიმღერა მოისმინო მაგალითად, ხო? და გუგლე. რაღაც უამრავ საიტებს ამოვაგდეს პირატულად არის სადღაც განთავსებული რა ეს ყველაფერი. YouTube-ს კი პირატულად არა. ხო, ეხა YouTube-ის კი მესმის, მაგრამ შენ თუ მარტო აუდიო გინდა გამოიყენო, ეხა YouTube-დან ძალიან რთულია, მე იმას ჩამოწერა უნდა, რაღაცა უნდა, იქ ხარისხი იკარგავს, ასე შემდეგ და რთულია. მე კოპირაითი, მე ისა. ხო და ამიტომ რას ვამბობ, ამას აკეთებს საქართველოს უნივერსიტეტი. და მაგას ვამბობ, ეხა იცი რა ეს რა მიხარია, იცი რომ ინსტიტუცია აკეთებს ამას და ანუ მათ მაიღეს თავის თავზე ეროვნული მნიშვნელობის საქმეების კეთება. ანუ შენ გინდა თქვა რომ ის რასაც სახელმწიფო უნდა აკეთებდეს, აკეთებს კერძო კომპანია, რომელიც კერძო კომპანია კი არ არის, სინამდვილეში არის უკვე ინსტიტუცია, თავისი საქმეებიდან გამომდინარე შეგვიძლია ასე ვთქვათ თამამად. ხო, იცი რა, არ ვიცი ესეც სახელმწიფო მე რო ვიყო მაგალითად სახელმწიფო ვთქვათ მაგალითად მე რო ჩემი აზრით სახელმწიფო უნდა გააკეთოს ესეთი რაღაცეები, მაგრამ იცი რა
თუ სახელმწიფო არ აკეთებს ეს ანიშნავს იმას, რომ სხვა უნდა გააკეთოს. ამიტომ შესაბამისად იგივე ეს ორი პროგრამა, აი ეს მაგალითად ქართული ცეკვის და ქართული სიმღერის, რომელიც არის წარმოდგენილი ჩვენთან, ესეც არის ფაქტობრივად დოტაციური პროგრამა საქართველოს უნივერსიტეტისთვის. იმიტომ იმდენი რამე ჭირდება იმას, რომ შენ გამოზარდო ახალგაზრდა 3 წელიწადში, იმდენი პედაგოგი გინდა, იმდენი რაღაც ტექნოლოგია გჭირდება და ასე შემდეგ, რომ ფაქტობრივად ეს უდიდეს ხარჯია უნივერსიტეტისთვის, მაგრამ აი სწორედ ამას ვამბობ, აი ქართოლოგიის ინსტიტუტს რომ ვამბობ, ხო, უამრავი გამოცემა აქვს ისეთი, რომელიც მაგალითად საერთოდ ზოგი არც იყიდება საერთოდ და ისე რიგდება ეს ყველაფერი, თუმცა ეხა ხათაშორის ძალიან კარგია რომ ნენა გაყიდვების დაიწყო. აი არქეოლოგიის მიმართულებით ისეთი აღმოჩენებია არქეოლოგიაში, რომელიც არ ვიცი, ანუ კერძო უნივერსიტეტმა ჩაატარა არქეოლოგიური გათხრები და რაღაც მნიშვნელოვანი ეროვნული რაღაც ისეთი აღმოაჩინა. ხო, ეხა წარმოიდგინე შე, ხო. ამიტომ რატო ვთქვი, დასავლეთში მაგალითად ელექტრონული ბიბლიოთეკა, რომელსაც ვამბობ, ხო? აი დასავლეთში, ამერიკაში მაგალითად, ბრიტანეთშიც ინსტიტუციებს აქვთ ასეთი. მაგალითად, სოფლიო ფოლკლორის მაგალითად ისა რა, ბიბლიოთეკა. და ამას უნივერსიტეტი აკეთებს, ხო? ანუ ჩვენ ამ თვალსაზრისით საქართველოს უნივერსიტეტმა მე ვფიქრობ, რომ აი ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა, რომ ეროვნული მნიშვნელობის პროექტების დაფინანსება დაიწყო. და ფაქტობრივად შეიძლება ითქვას, რომ აი ხათაშორის კონსტანტინე თოფურიას რექტორს იმდროს ვესაუბრებოდი ამაზე, რომ რაღაც ორი მიმართულება წამოვიდა, ეს არის ტექნოლოგიები და ტრადიციები რა. და ხათაშორის შეიძლება მომხომე ერთ რამეს, რომ აი ადრე ვიყავი იაპონიაში და კონცერტებზე და ეს იყო 90-იანი წლები იყო რა და ყველაზე მაგრად რა მომწონს იცი მათ შორის იაპონელების, რომ აი როგორ ახერხებენ იმას, რომ აი შერწყმას როგორ ახერხებენ ამისას რა, რომ აი მაგალითად ძალიან კონსერვატიული საზოგადოება და ტექნოლოგიურად ძალიან განვითარებული. წარმოიდგინე ხა, აი თანაბრად ერთად არის რომ რობოტებს აწყობენ და რაღაც ახალ ტექნოლოგიებს და ამასობაში ინახავენ თავის მუსიკას, ტრადიციულ სამოს და არ კარგავენ ამ ყველაფერს რა და ამიტომ მე ვფიქრობ რომ აი ჩვენთვის ეს მაგალითი ეს მოდელი არის ეს საუკეთესო შეიძლება ითქვას, იმიტომ რომ ჩვენ ვართ ქვეყანა რომელსაც აქვს უდიდესი და უძველესი ტრადიციები, მათ შორის ქართული სიმღერა და ცეკვას ვახსენებ ახლა, იმიტომ რომ აი რაც შეგვიძლია ჩვენ მთელ მსოფლიოში გავიტანოთ და ვაჩვენოთ, რომ აი ამით ვართ უნიკალურები და განსაკუთრებულები, რომ აი სხვას არა აქვს ესეთი, ეს არის ჩვენი მრავალხმიანობა და ჩვენი ცეკვა. იმიტომ რომ ასეთი ხო გიბითხარ. არა, მე მაინტერესებს არა დაასრულე თუ გინდა და მე არა, მითხარი გადავიჭერი რაღაც სხვა თემებში. ზუსტად მაინტერესებს, იმიტომ რომ იცოდეს მაყურებელმა თქვათ რას მოიცავს ის მემორანდუმი, რომელიც უხეშულებს. ხო, აი ხა რას მოიცავს ეს მემორანდუმი? რეალურად ჩვენ იმისთვის რომ ანუ აი წარმოიდგინე ახალგაზრდები რომლებიც ამ ქორეოგრაფიის მიმართულებით აბარებენ ჩამოდიან საქართველოს სხვადასხვა ქალაქიდან. ანუ ესენი იქ უნდა წავიდნენ, დაბრუნდნენ, მიიღო განათლება და ადგილზე უნდა შექმნან კონკრეტული ვთქვათ კოლექტივები და უნდა ცოდნა გაავრცელონ ასე ვთქვათ, ხო? იმიტომ რომ იქ ყველას არ აქვს საშუალება რომ ჩამოვიდეს და ჩააბაროს, ხო? ვიღაცა ჩამოვიდა ახალციხიდან მაგალითად პირობითად მე იქ უნდა ჩავიდეს და ეს ცოდნა უნდა გაავრცელოს. აი ჩვენთვის პრიორიტეტულია რომ აქ ჩამოსული ადამიანები რომელიც ცოდნას იღებს 3 წლის განმავლობაში რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია აიღოს. რაც შეიძლება მეტი ცოდნა მიიღოს ამ მიმართულებით, იმიტომ რომ ჩვენ ძირთად ყველაფერში ხო განათლების პრობლემა გვაქვს, ასევე პრობლემა გვაქვს განათლების ქორეოგრაფიაში, იმიტომ რომ ქორეოგრაფია არ არის ის, რასაც სცენაზე ვხედავთ, იმის იქით არის კიდე ძალიან ბევრი რაღაცა. მაგალითად იგი უნიკალური ნიმუშები, საექსპედიციო მასალები, წიგნები და თეორიული ნაწილი და ასე შემდეგ რა, იმიტომ რომ ხანდახან არის ხოლმე შემთხვევა, რომ მაგალითად ვიღაცას ვერაფერს ვერ აუგზავნო, მაგრამ კონკრეტულ რაღაცა თქვათ მაგალითად სვანურ ცეკვას, თქვათ მაგალითად სვანური ცეკვა, მუსიკა არის აჭარული. ხო, არ არის რითმი არის შეცვლილი, თქვათ მაგალითად ხოლოთ, ანუ სხვადასხვა რითმი ჭირდება. აი საბოლოო ჯამში განათლების ნაკლებობა პირდაპირ დაკავშირებულია უგემოვნობასთან. უგემოვნობასთან და გარდა მაგისა იცი რა არის, რომ ჩვენ ხო როცა ვლაპარაკობთ იმაზე, რომ ჩვენი ტრადიციები უნდა შევინარჩუნოთ, მაგალითად როცა ჩვენ ლაპარაკობთ იმაზე, რომ ჩვენ გვინდა რომ ჩვენი ასე ვთქვათ იმ ოჯახის წევრები ვიყოთ, რომელსაც ქვია ევროკავშირი, ხო, რომელიც ჩვენი ბუნებრივი გარემოა შეიძლება ასე ითქვას, ხო, ჩვენი ერისთვის, ჩვენი კულტურით და ასე შემდეგ, ხო? ანუ ეხლა ის არის რუსული პროპაგანდა, რომელიც ამბობს, რომ ეხლა ჩვენ იქ რაღაცა რომ შევართ, წაგვართმევენ რაღაცეებს და ასე შემდეგ, ეს ხო საპირისპიროა. ანუ ჩვენ ევროკავშირს თუ ჭირდებით ჩვენი ღირებულებებით, ხო, ესეა რა, რომელიც უფრო მეტად დაცული იქნება, ვიდრე ეხლა არის დაცული, ხო, ესეა რა. ამიტომ ჩვენ
გვაქვს ამის ამბიცია რომ ვიყოთ ევროკავშირის წევრები, ჩვენ გვჭირდება ბუნებრივია ჩვენი ღირებულებების დაცვა. აქედანვე უნდა დავიწყოთ ამისა და სწორად უნდა იყოს განსაზღვრული ქართული კულტურა რატო არის და ქართული სიმღერა და ცეკვა ღირებული, იმიტომ რომ ერთმანეთს ისე განსხვავდება სხვა კუთხის სიმღერები და ცეკვები, რომ შეიძლება ეს ვიღაცამ ჩათვალოს სხვადასხვა ქვეყნის კულტურული შემოქმედებაა. ისე განსხვავდება მაგათ კახური გურულისგან, რომ ვიღაცამ შეიძლება თქვას, რომ ეს არის სხვა ქვეყნის და ეს არის სხვა ქვეყნის. ამიგე? ამიტომ აი ეს მრავალფეროვნება რომელიც არსებობს. ამის შენარჩუნებაზეა. თუ ეხლა ჩვენ აურიეთ და სვანურ ცეკვას აჭარული მუსიკა დავადეთ და რითმი შეუცვალეთ, რომ სვანურს მოერგოს ის მელოდია, ხო? ეს არის ქართველობის წართმევა არის. აი ეგ არის ქართველობის წართმევა ზუსტად. ეგ არის ქართველობის წართმევა და ქართველობის წართმევა არის კიდე სულ ამობხომე ამას რაღაცა ეს დიდი ის რა ქვია ეს ხალხური სიმღერის გუნდები შემოტანილია ამ საბჭოთა პერიოდიდან, წინ დადგელი დირიჟორი და ასე შემდეგ და სისულელეები, როდესაც ჩვენ, ანუ ქართული სიმღერა და რაზეა დამოკიდებული, ხო, სრულად იმპროვიზაციაზე. ანუ როდესაც ჩვენ რაღაცას ვღერი, სულ ერთგვარად კი არ მღერი, კაცო, მაშინ რაღაცო მღერით საერთოდ, ჩავწეროთ რაღაცები და დავდოთ და იმას ვაკეთოთ, სულ ერთგვარად უნდა ყველაზე მეტად მაინც რომელი კუთხის, მე მგონი გურია რა, იმპროვიზაცია. ისი რა არის რომ ხო ბუნებრივია კრიმანჭული არ არის ყველაზე მეტად ჯაზი ძალიან რა თქმა უნდა ეხა ძალიან მაღალ განვითარებულია და ბუნებრივია ეხა კახური კიდე სხვა არის ბურდონური მრავალხმიანობაზეა დაფუძნებული და აი ინდივიდუალური თავისუფლება სად არის ყველგან აი განსაკუთრებით ყველგან უნდა ხარა დრაგიო სად აი ის არ ხდება რა არა ყველგან აი იმპროვიზაციის ნაწილი რაც ინდივიდუალურ თავისუფლებას იძლევა ეს ფაქტობრივად ყველგან არის ეს არ ნიშნავს იმას რომ მაგალითად გურულშია მხოლოდ იმპროვიზაცია და სვანურში არ არის ასე არ არის ყველგან არის ეს იმპროვიზაცია და აგებული არის სხვადასხვანაირი გამოხატული აი ამ თავისუფლებაზეა აგებული სწორედ აი ხა ცოტა გადავედით ჩვენ თემას მაგრამ სუხიშვილების ასე ვთქვათ მემორანდუმის ნაწილს რაც შეეხება სუხიშვილების აკადემიას აქვს თავისი სკოლები საქართველოს ყველა ქალაქში ფაქტობრივად და ათასობით ბავშვი დადის იქ. აი ჩვენ ზუსტად საქართველოს უნივერსიტეტი მათ ვაძლევთ საშუალებას რომ ის ბავშვები რომლებიც გადაწყვეტენ რომ ქორეოგრაფები გახდნენ ხო იმიტომ რომ ჩვენ საბოლოოდ ქორეოგრაფებიც ხო გვჭირდება ეს ბავშვები იზრდებიან სხვა ბავშვები მოდიან ხო ამიტომ ჩვენ იმისთვის რომ ქონდეს ამიტომ ეს ბავშვები აი შიდა ორი ტური გვაქვს ჩვენ ქორეოგრაფიაში ეროვნული გამოცდებამდე ხო ეს არის რომ ცეკვა უნდა ჩააბაროს და მეორე ეს არის რომ პატარა სიუჟეტი უნდა დადგას თავისი ასე ვთქვათ ხედვით ანუ ეს არის აკადემია სინემატიკა ხო ნახე ხო კი მაგრამ ნახე რა არის ჩვენი მემორანდუმის საგანი რომ პირველი შიდა ტური რომელიც ცეკვას ეხება მათი მოსწავლეებისთვის მოიხსნება ეს მხოლოდ მათთვის ექსკლუზიურად კეთდება და მხოლოდ ისე დადგება პატარა ეწიუც იმისთვის რომ ვთქვათ აი როგორი ხედვა აქვთ ქორეოგრაფიული რა და ამის გარდა ესე იგი საქართველოს რეგიონებიდან ჩამოიყვანს სხვადასხვა შემსრულებელს, ავთენტურ შემსრულებელს, ეთნოფორებს, რომლებიც ჩაატარებენ ჩვენთვის მასტერ კლასებს. ეს არის მაგალითად აჭარულ ცეკვაში, სვანურ ცეკვაში, მეგრული და ასე შემდეგ და სხვათა შორის მინდა აღვნიშნო ერთი რამ, რომ ეს ახლა ამას აკეთებენ კიდევაც სხვები, მაგრამ ეს არის მოდი ცოტა არ დავიდავლებ ძალიან თავს, მაგრამ როდესაც მე გავხდი ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დირექტორი, ეს იყო 2004 წელი თუ არ ვცდები, პირადად ჩემი შემოღებულია საერთოდ მასტერ კლასები, ასეთი მიმართულები და მანამდე ესეთი რაღაცები არ კეთდება. ძალიან კარგი ახლა ამას აგრძელებენ. კი ილანძღებიან ზოგადად ჩემი მიმართულებით, მაგრამ ის რასაც ახლა აკეთებენ ისინი რეალურად ჩემი დაწყებულია და იმ გუნდის რომელთანაც მე მუშაობდი. ასე რომ ახლა ამას ისევ აგრძელებ და შესაბამისად ეს ახალგაზრდებს მიეცემათ საშუალება რომ ხულოდან რომ ჩამოვლენ მაგალითად ან მესტიიდან რომ ჩამოვლენ ეთნოფორები ხო ამ ახალგაზრდებმა რომლებიც თბილისში არიან ვერ ახერხებენ გასვლას და ასე შემდეგ ადგილზე მიიღონ ასე ვთქვათ აი ეს უნიკალური მემკვიდრეობა რა იმიტომ რომ აჭარული ცეკვა და სვანური ცეკვა არ არის მხოლოდ ერთი მოძრაობა ან ორი მოძრაობა ეს არის ძალიან კიდე ბევრი მნიშვნელოვანი რაღაც ნიუანსი რომელიც ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ ასე რომ აი ეს მე ძალიან მიხარია რომ მათ შორის ასეთი ტიპის მასტერ კლასებს სუხიშვილის წარმომადგენლები დაესწრებიან და ისინი ჩვენთან მოვლენ ჩვენ მათთან მივალთ და საერთოდ ჯამში მე ვფიქრობ რომ აი დღეს რაღაც აი ამ ძალების გაერთიანების დრო არის რა თუ ესე ჩვენ ეს ეროვნული ორგანიზაციები ძალებს გავაერთიანებთ და უფრო ერთობლივად ძალიან საინტერესო რაღაცებს გავაკეთებთ ხო ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის კი ეგ ზუსტად ახლა რასაც ჩვენ ამბობთ რომ ერთი და ორი მოძრაობა არ არისო მარტო ეგ ერთი და ორი მოძრაობა რო იყოს და იმის უკან რო ის რეალურად ის არ იყოს კი არა დაგვბურძგავდა ხოლმე მე რეცეპტი იცი რა არის რომ საბოლოო ჯამში ხა ჩემს მიმართ არის ხოლმე რაღაცა გამოვდივა და რაღაცებს ვიძახი ბუნებრივია ვიღაცებს აქვთ ასე ვთქვათ კრიტიკული ამბავი მაგრამ მე ყველას ვეუბნები ხოლმე ამას რაღაცა მე ჩემი აზრები მაქვს
მაგრამ ეს არ არის დაფუძნებული, მაგრამ რაღაც დილით გავიღვიძე და ეს მომინდა რომ ესე იყოს. ჩემი ყველა ნათქვამი დაფუძნებული არის იმ ტრადიციებზე, რომელიც არსებობდა საქართველოში. მათ შორის როგორც სრულდებოდა სიმღერა მთელი ასე ვთქვათ ჩვენი წინაპრები როგორ ასრულებდა და მათ შორის ქორეოგრაფიაშიც, ანუ ეს არ არის ჩემი მოგონილი. რეალურად ეს არის ის ტრადიციები, რომელმა ტრადიციებმაც აქამდე მოიტანეს ეს უნიკალური მემკვიდრეობა, რომ მაგალითად ჩვენ ერთი მრავალჟამიერი კი არა გვაქვს ზოგადად კახეთში. არამედ გვაქვს მრავალჟამიერი. კი ბატონო. მაგალითად რაღაც კონკრეტული სიმღერა გურიაში, ხოლო ერთი კი არ არის. მაგალითად არის ყველა სოფელში სხვადასხვავანაირი შეიძლება გქონდეს და სოფელში ოჯახებში შეიძლება სხვადასხვავანაირი. და აი გიორგი, ეხა ეს რას ნიშნავს, ხო, პრინციპში ის თქვი, რაზეც უნდა დამესვა კითხვა, ხო? რაღაცა თავიდან შეიქმნა ერთი, მეორემ გააკეთა თავისი ვერსია, რაღაც ადაპტირებული, მესამე, მეოთხემ და ასე შემდეგ, ხო? რამდენად იძლევა, ვთქვათ, ტრადიციები ხო მუდმივად იქმნება რა, რაღაცა მეტამორფოზას განიცდის სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ადგილას, ხო? რამდენად შეიძლება ამ აკადემიამ შეუწყოს ხელი ახალი ტრადიციები შექმნა საერთოდ ქართულ ფოლკლორში, ქართულ ცეკვაში, რატომაც არა. სუხიშვილებიც ხო ეგ არის სინამდვილე. ხო, მაგრამ რეალურად აი მაგაზე პასუხი არის ის, ვისაც დავიწყე რა, იაპონიის მაგალითი მოვიყვანე. ხო. განვითარება ყველაფერი შესაძლებელია, მაგრამ ტრადიციები არ უნდა დავიწყოთ. კი ბატონო, ხო. არა, ნებისმიერ რაღაცაზე არ ვლაპარაკობ, მე მაგალითად ვამბობ ხოლმე ესეთ რამეს რა, რომ ანუ შეიძლება ადამიანმა მაგალითად სახლი ააშენო, მაგრამ საძირკველი თუ არ გაამაგრე, ხო? ანუ საძირკველი თუ ძლიერი, ნებისმიერი კონსტრუქცია შეიძლება დაამაგრო, ხო? შუშის, თქვათ, მაგალითად აგურის, იმის საქმე, მაგრამ თუ საძირკველი არ არის ძლიერი, ნებისმიერ რამე დაიგრევა. ამ საძირკველს უქმნის ეს აკადემია ახალგაზრდებს. ამბავი არის ამაში. აი ჩვენი ჩვენი რას დააშენებენ ამაზე უკვე მათი. აი ნახე ხო ეგ არის, ნახე შენ თუ შენ თუ საძირკველი არ აქვს ძლიერი, ეხლა რაც არ უნდა აკეთო მე ვერ გამოგივა. ამიტომ ჩვენი საბაკალავრო პროგრამა სწორედ ამ საძირკველს აძლიერებს რა. ანუ აი ეს საძირკველი არის მაქსიმალურად ცოდნის მიღება, რომელიც საბოლოო ჯამში გამოადგება იმაში, რომ მომავალში კიდე თავისი რაღაცეები გააკეთოს რა. ეხლა მაგალითად მე, როდესაც რაღაც სიმღერას ვღერი, მაგალითად წინწყაროს პირობითად და ვიმპროვიზირებ რაღაცაზე, ხო? მაგალითად იწყება, თქვათ, როდესაც სოლოს ვამბობ, მე პირველი ხმა შემოდის და თქვათ ტერცია არის, თქვათ და მე უცბად იქ სეკუნდა დავსვი მაგალითად, ხო? აი მეთქი. ო რა იყო? წინწყარო ამყევი. ჩამოვიარე წინწყარო, ხო არის მე. ბიჭო და ესე იწყება, ხო? შეიძლება წავიდე და დავიწყო ბიჭო და მაგალითად, მაგრამ ეს ყველაფერი ეხა ნახე რა არის. ამ ეს ყველაფერი შეგიძლია გააკეთო მას მერე, რაც შენ ბევრი რამე გაქვს მოსმენილი და ბევრი ინფორმაცია გაქვს. ასე ეხლა ვერ გაიღვიძებ ერთ დღეს და ვერ აღმოჩნდება რომ შენ რაღაცეები შეგიძლია აკეთო ასე რა. აბსოლუტურად. 100%-იანია, რასაც ამას ყველაფერი შეეგრია საერთოდ. ხო, ეს შეგვიძლია ყველაფერში გადავიტანოთ. ბუნებრივია ხა ეს მარტო სიმღერაში და ცეკვაში კი არ არის ეხლა ეს ამბავი. ამიტომ აი ჩვენი ეს ერთობლივი ასე ვთქვათ საბოლოო ჯამში ორივეს გამოადგება, მათ შორის უხიშვილების აკადემიასაც გამოადგება ის, რომ მაგალითად და მათთვისაც საინტერესოა, რომ რეგიონებიდან ჩამოსული ეთნოფორებს როგორც ეკავენ, ესენი მათმა ქორეოგრაფებმა და სტუდენტებმა, თუ მოსწავლეებმა ნახონ. იცი რა, იმიტომ აი სწორედ აი კიდე ერთხელ აი საძირკველის რა, აი ამით მაგრდება ზუსტად და ეს იყო იაპონიის მაგალითი, რა ვთქვი, როდესაც თითქმის დარწმუნებული 100% დარწმუნებული ვარ, რომ ვერანაირი აი განვითარება და მომავალი ვერ იქნება, ასე ვთქვათ, საინტერესო, თუ შენ არ თუ შენ დაივიწყებ შენს წარსულს. კი ბატონო გიორგი, ბოლოს კი მივიდივარ და უცნობად უნდა ვთქვათ, ამ YouTube ჩანელის ამბავზეც ორი სიტყვით გითხარი, UG არც ესე არის და თან ფორმულაზე გადის ხოლმე ხუთშაბათს. ხო, ჩემი ცოლის აქალების შემდეგ ეს სხვათა შორის ეს პოდკასტ არხი გავხსენეთ, იმიტომ რომ სწორედ აი ამ იდეებთან მიბმული არის შეიძლება ასე ითქვას ეს არხი და რა არის ეხა მაგალითად შენ რომ ადამიანი მოგწონს და გიყვარს არჩილ ჯანგირაშვილი კი, უკარგესი ბიჭი, უმაღლესი. აი მას აქვს თავისი გადაცემა და საუბრობს უყურეს სხვათა შორის ძალიან მაგარი იყო, გოგო ახარია ყავდა, რა ძალიან მაგარი. და იქ არის ძალიან საინტერესო მაგალითად საუბარი საბჭოთა მემკვიდრეობაზე. საბჭოთა მემკვიდრეობაზე მაგალითად მუსიკაში, კინოში და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მაგალითად მე მიყვარს გადაცემა, სადაც
არ მომყავს ხალხურ სიმღერასთან დაკავშირებულ ადამიანები. მაგრამ მაგალითად ლევან ბერძენიშვილთან ვისაუბრე ხალხურ სიმღერაზე, ხალხურ მუსიკაზე. ხედვის კუთხეა საინტერესო. არის ადამიანი რომ იცი რა სხვა ადამიანები ამას როგორ უყურებენ, ეს ჩემთვის არის ძალიან საინტერესო. და გვაქვს ორი პროფესიული ასე ვთქვათ ესეთი პოდკასტი, ეს არის ოთარ კაპანაძე, რომელსაც ტრადიციულ მუსიკაზე მიყავს და ეს უფრო რაღაც ნიშურია, იმიტომ რომ ძალიან საინტერესო საუბრო, მაგრამ ამაზე მინდა რომ აუცილებლად ვისაუბროთ, იმიტომ რომ ამაში ძალიან ბევრი პრობლემა ვერ გამოვტოვებ და გვაქვს ქორეოგრაფიაზე ასევე, რაც ნინო მახათაძე საუბრობს, აი ძალიან საინტერესო რაღაცას და მე ვფიქრობ რომ ეხლა ეს პოდკასტები იმდენად მნიშვნელოვანია და ეხლა ამას ეს არ ესწავლება რომ ეს ისეთი ტენდენციაა რომ ამ რეალობაში ამ რეალობაში საინტერესოდ ვითარდება მე ვფიქრობ რომ ამ საქართველოს უნივერსიტეტის ხადაჭერით ასეთი პოდკასტის არსებობა იქნება ძალიან საინტერესო და მხოლოდ საუბრობთ ხელოვნებაზე ხაზი გაუწევია არა ხაზი გაუწევია იმიტომ რომ ასეთი არხი ბევრი არა ეს ხელოვნებაზე საუბრობთ ძალიან დიდი მადლობა უნდა გითხრათ სტუმრობისთვის ასევე იმისთვის რასაც აკეთებთ მადლობა თქვენ მე არანაკლებ კარგ საქმეს აკეთებთ და ჩვენ გვაშუქებთ ჩვენ შეგვიძლია ჩვენ სიმღერა არ შეგვიძლია წაღან როგორებდი აკყვევი მაგრამ სამაგეროთ ცეკვა შეგვიძლია ხო მაგრამ შემდეგისთვის შემდეგისთვის მოემზადეთ აი სამი ხმა ხო არის ქართული სიმღერა სამნი ვარ აი ცოტა ხანი რანაირად შეიძლება სიმღერა დავიწყო და ქართველი ვერ ამყვეს ღერი იმდენად ცუდად ღერი სააბაზანოშიც ვერ ვრიხავ არ როცა მაგის ამჯერა მე ვისაუბროთ მადლობა ძალიან დიდი მადლობა ყველაფრისთვის